მე მახსოვს იყო დღეები, როცა mobile bank-ი მქონდა გახსნილი და ზედ იყო 30 ლარი. ანუ ეგეც გავიარე რა, მაგ 6 თვეში, რომ არაფერი არ იყო საერთოდ რა. და მაგ პერიოდში მე სულ მქონდა ის მომენტი, რომ მოიცა გავხსნი, მოდი რა იმას ვაკანსიებს და მოდი გავაგზავნე სადმე ხარ რეზიუმეს. ანუ უკან დაბრუნება გიძახდა, რა თქმა უნდა, 30 ლარი რო გაქვს ჯიბეში. ანუ მე გამიმართლა რომ მაგ პერიოდში არც ოჯახი მყავდა და არც შვილი და არც ახლა, მაგრამ მაშინ კიდე კაი. არც ვალდებულებები არ ჰყავდა. ვალდებულებებიც არ მქონდა საბანკო და ეგეც ალბათ მიქმნიდა იმ თავისუფალ სივრცეს, რომ მე მიმეცა საკუთარი თავისთვის ფიქრის პერიოდი რა, რომ მოდი ეს რაღაცა ფაზა, მოდი კარგად დაფიქრდი, არსად არ გეჩქარება რა. ეგ მაჩერებდა მე რომ მეფიქრებოდა რომ მოდი სადმე გავაგზავნე რეზიუმს, მოიცა მაშინ რატო წამოხვედი. თუ ისევ ბრუნდები გეზეგე, ფულზე ხარ დამოკიდებული, ხო? ან როცა ხელფასი გაქვს, შენ რაღაც დიდი პრეტენზიები გაქვს ცხოვრებაში, როცა არ გაქვს, მაშინ ისევ გინდა, ესე იგი შენ მორალთან და შენ სიტყვებთან არ ხარ მართალი. და შენ საგეგზელოებს ფიქრობ, როცა ფიქრობ რა. და მოდი მაშინ გაჩერდი. თუ შენ წამოხვედი, მაშინ მიაწექი ბოლომდე ხა. გამარჯობა, მე ვარ ლევან თაღიაშვილი და კიდევ ერთი პოდკასტი YouTube-ზე. დღეს თუ ხავს